ახლა ჩვენი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ჩვენი კოლეგა, შემოქმედებითი პროდიუსერი ირაკლი ხრიკაძე, რომელიც სიახლეებით არის მოსული. მე ვიცი რომ ეს სიახლე არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს მაყურებელსაც გაახარებს. ხრიკო. 8 მარს გილოცავ, გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ლამაზო გოგონებო. გილოცავ და გილოცავ ყველა ჩემს საყვარელ ქალს და ყველა ქალს. გაიხარე. რა ხდება, რა პროექტია? ისე მაინტერესებს ყველაფერი, რომ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან აზარტული იქნება და ძალიან საინტერესო და დეტალები უნდა გაგვაცნო. ოღონდ ჯერ არ გვითქვამს რაზეა საუბარი, რა პროექტი, რის პროექტი, სად და ასე შემდეგ. მაგისთვის ვარ აქ. მოკლედ იმედმა ჩვენმა ძვირფასმა როგორც ყოველთვის გადაწყვიტა კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტი დაიწყოს და დავიწყოთ და ფაქტობრივად იმედის ეთერში იქნება მელომანების ედემის ბაღი. აი სადაც უნდა ჩემი ჯაჯო გაიფუჩქნება ნიბლია. მელომანებისთვის ესეთი კარგი პროექტი ძალიან იშვიათია. ეს არის ეთამაშე შაზამს. პროექტი არის შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტელეკომპანია Fox-ის ეთერში იყო 2017 წელს პრეზენტაცია ამ ეთერის, ამ პროექტის და არის დღემდე. ძალიან წარმატებული, ძალიან რეიტინგული და ჩვენც რა თქმა უნდა. აი მოდი წესები რა ვეღარ ვიქმენ, მაინტერესებს რა იქნება პროექტში, რითი უნდა გავერთოთ მოკლედ. თამაშია, game show. იგივე თამაში ქართულად როგორ ითარგმნება game show-ები? თამაში show. მაგრამ შაზამი თუ ქვია და გამოწვევა ეს თამაშია ძალიან აზარტული, სადაც უნდა გამოიცნო სიმღერების სახელწოდებები. სახელწოდება სახელწოდება აქ არ არის რომ წაიღინეს სწორად ფრაზა უი იმის სიმღერაა კომპოზიტორი უი ის ასრულებს ერთის არა სიმღერის სახელწოდება ოღონდ ძალიან ზუსტი სახელწოდება უნდა გამოიცნოს ბიჭო სახელთა გვარებს ვერ ვახსოვებ ადამიანებს სიმღერის სახელწოდებას ეს არის მელომანებისთვის აი მართლა მელომანებისთვის უსათაურო არ არის სიმღერების სიმღერებს არა ვარ შეხვდა ჯაჯო, მოდი, კი არა, ხრიკო, მოდი, დრო რო არ გაგვექცეს, მაყურებელიც რომ უფრო კარგად ჩაერთოს ჩვენს დისკუსიაში, დავიწყოთ წესები. დავიწყოთ წესები. მუსიკა უნდა სათავრი გამ, მაგრამ როგორ და რანაირად, მოდი. თუ კიდეც ჩვენს გვათამაშეთ. გათამაშეთ, მომზადებული მაქვს. პროექტი არის ასეთი. პროექტი მონაწილეობას იღებს 3 გუნდი. გუნდში არის 2 ადამიანი. აი ეს 2 ადამიანი წყვილებში უნდა შეგვეხმიანოთ და გეტყვით სად და როგორ 3 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. ანუ შეყვარებულები ცოლქმარი თუ სულ ერთია გუნდი? შეყვარებულები ცოლქმარი, ყოფილი შეყვარებულები, მეზობლები. აქ არის ძალიან ბევრი ფულის მოგება. აქ არა 1000, 2000, 5000 და ასე შემდეგ. აქ თუ გახვალ ბოლომდე ამ 6-ვე რაუნდს გაივლი წარმატებით და სუპერფინალს იდამაშებ კარგად, მოიგებ უკვე გრანდ პრიზს, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ფულადი ჯილდოა, კი, არ ვასახელებ ჯერჯერობით, რაღაცები ხე შემდეგი ეთერებისთვის. ხო, დიდი ფულია, ხო? ვაგროვებ. დიდი ფულია, ძალიან დიდი ფულზეა თამაში. ყველა გამოცნობილ სიმღერას აქვს თავისი ფასი. ამ სამონაწილეს აქვს თავისი ბანკი, ასე ვთქვათ, პირადი, სადაც გერიცხება, მოგებული. ყოველი რაღაც 2 რაუნდის შემდეგ ტოვებს ჯერ ერთი მონაწილე, შემდეგ 2 რაუნდს აგზელებს 2, მერე ტოვებს მეორე 2 მონაწილე და შემდეგ უკვე ფინალს და სუპერფინალს მათი გადაწყვეტილების შემთხვევაში თუ გადაწყვეტ, თამაშობენ უკვე გამარჯვებული გუნდი. პრინციპი გითხარით, ეს არის მთავარი რომ სიმღერის არავით არის მუსიკალური ტრეკი, რა ქვია სიმღერას? ჟუჟუნაცვი. მე არ თამაშობ, მე გიხსნით. ჟუჟუნაცვიმას რა უნდა ერქვა ჟუჟუნაცვიმამ? აი ზოგჯერ გგონია რომ ამ სიმღერას ქვია ეს და საერთოდ სხვა რამეა რა. მაგაშია. პლუსი აქ არის ის რომ უმეტესწილად ამ რაუნდებში არის 4 სავარაუდო პასუხი და ეს აძლევს ეს კარგია. წავიდა ფრაზა, მაგრამ დასწრებაზე აი ეს ღილაკები რო აკვლინ რომ წითელი ღილაკი გვაქვს პროექტში? კი, წითელი ღილაკი გვაქვს, 3 წითელი ღილაკი. რო დააჭერ, ის მაინც გრძელდება, სანამ თვითონ არ დამთავრდება. ცოტა დრამდობილი ვართ, ესე იგი მონაწილეები. იმიტომ რომ ეს ჩვენი ძვირფასი შაზამი როგორც უნდა ისე იქცევა და ჩვენ უნდა მოვუგოთ მას. ახლა ცოტა რამ შაზამის შესახებ. ბოდიში როგორ იქცევა, როგორც უნდა რას ქვია. მოდი შაზამი აღვხსნათ, ეხლა აი თამაშე შაზამს რო ვიწყებ და მე განვაგდოთ ეს. რა არის? აპლიკაცია ძებნა. შაზამი არის აპლიკაცია, API, კომპიუტერული პროგრამა, ესე ვთქვათ, რომელიც ახდენს მუსიკების, სიმღერების
იდენტიფიცირებას. ამოცნობას. მოასმენინებ და ამოიცნობს ამას. ნუ მილიონობით მუსიკის ამოცნობა შეუძლია მას, მაგრამ სიმღერის და მუსიკის უმეტეს შემთხვევაში მას ჭირდება 1-დან 4 წამამდე 5 წამი რა. ხანდახან მეტიც. აქ არის პრინციპი უკვე მე ფინალისტკენ, რომ აი ამ 5 წამში შაზამს უნდა მოვუგო. ამ დროში ხომ მეც გამოვიცნობდი რო იტყვის. არა, აი შენ და გამოვიცნობ. ანუ ესე იგი, ამიტომ რაც შაზამთან უფრო თამაში. მეტად ვუახლოვდებით ფინალს, ჩვენი დროც უფრო შეზღუდულია და ბოლოს უკვე ადამიანს არამედ უკვე აპლიკაციასთან ვიბრძვით. აპლიკაციასთან მივიდა. ძალიან რთულია. არის კატეგორიები, მონაწილეები. თავიდან პირველ რაუნდში არის მაგალითად, ეხლა ძალიან დეტალურადაც არ მივყვები, მაგრამ პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში არის რომ თავიდან არის შემთხვევითი რენდომ კატეგორიები, ასე ვთქვათ, რასაც შაზამი ამოგვიგებს და ჩვენიც უნდა გამოვიცნობთ. მეორე რაუნდში არის უკვე ამ 3-დან უმრავლესობა, ანუ 2 ჯგუფი გუნდი, რომელიც გადაწყვეტს რა კატეგორია იყოს, 2-დან ირჩევენ 1-ს და ყველა მუსიკა არის ამ კატეგორიაში და 4 სავარაუდო პასუხი. მესამეში არის უკვე DJ. აქ არის წამყვანი და თანაწამყვანი. ბოდიში DJ რა შვება? DJ თანაწამყვანია, რომელიც შაზამს ეხმარება და ხანდახან შაზამის მაგირობას გვიწევს, თვითონ გვირჩევს მაგალითად კატეგორიას და უშვებს ამ მუსიკას. მესამე არის DJ-ის არჩევანი, ანუ თანაწამყვანის. Fox-ზე არის წამყვანი ჯემი ფოქსი და მისი შვილი არის თანაწამყვანი. ჩვენთან ვინარი? კაცის მამა-შვილია? არა, ჯერ ამას ბევრ დეტალებს ჯერ ეხა პირველ ვერსიაში მოვამზადოთ. მეოთხე რაუნდი არის უკვე სიტყვების გარეშე, მარტო მუსიკა მიდის და უნდა გამოიცნო. მანამდე არის სიმღერები. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა და მელოდია. სიმღერა შეიძლება მისამღერიდან იყოს ფრაზა, შეიძლება რაღაცა ნაწილიდან, ანუ ფრაზები მღერია მომღერალი. ანუ რაღაცა პატარა ნაწილია დიდი სიმღერიდან, რომელიც უნდა ამოვიცნო. სიმღერის ნაწილი მიდის, რამდენიმე წამიანი და აქედან უნდა გამოიცნო, ანუ ტექსტით მიდის ესენი რა. მაგრამ მან დამაბნეველია ზოგჯერ ეს ტექსტი, ზოგჯერ ცნობილი ფრაზაა და ის შეიძლება გეგონოს სასახაური. სიმღერის სახელწოდება და ამ დროს სახელწოდება ანუ რა ლა 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 და არამდის სიმღერაშია. მეხუთე რაუნდი არის უკვე, ხო, იქ უტექსტოთ მიდის. მეხუთე რაუნდი არის უკვე ფინალისტები რჩებიან მეხუთეში, ორ რაუნდში დანარჩენი ეთიშება. ვისაც მეტი აქვს დაგროვილი ეს ფული თავის ბანკში ის რჩება. მეხუთე რაუნდში არის უკვე უნდა გამოიცნო 5 ტრეკი. სიმღერა, მუსიკა, ასე ვთქვათ, ტრეკი. აღარ გეძლება 4 სავარაუდო პასუხია. გართულება. ამ 5-დან თუ გამოიცნობ 5-ვეს ფულიც ბევრი გიგროვდება, იმიტომ რომ ყველას თავის ფასი აქვს. თუ გამოიცნობ 1-ს მაინც და თხოვდები ბოლოს. ორივე შემთხვევაში გაქვს ხო, 4, ხო, აქ იმაში რა ქვია, ერთიც რო გამოიცნო, ხო. უკვე შენ შეგიძლია სუპერ თამაშზე გადაწყვეტილება მიიღო. ეხლა რა არის? უარეს შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ეხლა სანამ გრან პრიზე მივალ. არის რომ თუ ერთს მაინც გამოიცნობ მეხუთე რაუნდში, მაშინ იგრჩევ, აიღო შენი ფული. წახვიდეს ან გააორმაგო, ან არა. თუ აზარტული ხარ, გინდა გაორმაგება, მაშინ მიდიხარ იმაზე, რომ შეიძლება საერთოდ დაკარგო. ან აორმაგებ, ან არა. ყველაზე მსუქანი კი არის. პროექტი ყველაზე მაყურებელი გეკითხება. მაქსიმუმი რა თანხარი, რაც შეიძლება. მოდი, რაღაცებს ვიტოვებ, ბევრი. ხო, სოლიდური იქნება, იმიტომ რომ იცი რა მაინტერესებს? როგორ უნდა მოხვდნენ მონაწილეები? გავიდა ერთი ბოლოში ფინალში, მოკლედ, ამ სუპერფინალს რო თამაშობ, აქ ამ ორი ადამიანიდან, გუნდიდან ერთი რჩება. ეს ორი გადაწყვეტს, რომელი უნდა დარჩეს. ერთი რჩება და ერთი თამაშობს, ერთი სიმღერა აქვს ამოსაცნობი, რომელსაც სავარაუდო პასუხი არ აქვს. და თუ 5-ვეს გამოიცნობ მეხუთე ტურში, ოთხივეს ბოდიში, მეექვსე ტურში გადადიხარ, ეს ერთი რჩება რომელიღაც და იმან თუ ისიც გამოიცნო, აი იქ არის უკვე უმაღლესი ფულადი ჯილდო, რაც არის მთლიანად ხსნია. გავგეშთით, საოცარი თამაშია მართლა და ისეთი მონაწილეებზე მინდა გკითხო. ვის შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ? მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. დედამიწის ზურგზე 18 წლიდან ზევით. და მონაწილეებმა აუცილებლად წყვილში უნდა მოგმართონ.
ჩვენს Facebook გვერდზე ეთამაშე Shazam-ს. არის ლინკი, რომელთაც გადადიხარ და ავსებ ამ ჩვენს ფორმას, სარეგისტრაციოს და ეს ფორმაც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ უნდა შეივსოს წყვილში. იმიტომ რომ ამ სარეგისტრაციო ამ აპლიკაციის შევსებით წდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ მიიღებს პროექტში მონაწილეობას და იქ არის ისეთი კითხვები და ისეთი თემები, სადაც გთხოვთ, რომ ძალიან მოინდომოთ და ძალიან საინტერესოდ შეავსოთ ეს. ანუ რთული კითხვარია. ეთამაშე Shazam-ს ქართული შრიფტით, ჩავწეროთ Facebook-ზე, ამოგვიგდებს ჩვენ გვერდს და იქ უკვე ძალიან მარტივად გადავდივართ ამ ლინკზე და ერთი კითხვა მაქვს. მესმის რომ მართლა ძალიან სახალისო იქნება თამაში, ინტერაქტიული იქნება კივილი-წივილი. როგორი ახტაცებით ყვები, ხო ხედავ, ისეთი მაგარია. მართლა მაგარია, რაც გავიგე. ჩართულობა იქნება. მაგრამ ეხლა მე მინდა ჯაჯომ ჩაგვაბაროს გაკვეთილი. აბა რა მოგვიყვა ხრიკო. მომისმენე Shazam. მე ჩართული ვარ ამ პროექტში. გადამახვიე. მე ვარ ჩართული ამ პროექტში და მე ვიცი ისეთი რეიტინგული იქნება მეც ვიცი, კი. და როგორ დავიმახსოვრე შაზინა იყო ჩემი მასწავლებელი და მართლა გულწრფელად გეუბნები მოვიკოჭლებ ამ იმაში მუსიკაში აი ეს შაზინა ხო შენს გექნება საშუალება მიიღო მონაწილე აქ ხო ერთი მინდა ვთქვა რომ რაღაცა ჩვენ სატელევიზიო სივრცეში მიჩვეული ვართ უკვე რომ მაინც ვარსკვლავები ცნობილი სახეები და შემდეგ უნდა არა ყველას აბსოლუტურად ყველას გაქვს საშუალება მოხვდეთ ეთამაშე Shazam-ს აი ამ პროექტში იმედზე და მოიგოთ ფული აუცილებლად უნდა წყვილში მოგმართოთ გუნდი არის ორ კაციანი ვისაც უნდა შეიკრიბეთ და მოგზავნდით ეხლა ნუ დავიჩაგრებით ეს ცოტა ცნობილი ხალხი არა აუცილებლად ცნობილი და არაცნობილი აქ არ იქნება განსხვავება რა აპლიკაციას რო წავიკითხავთ აი ამიტომ აპლიკაციის შევსება არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. იქიდან ხდება არჩევა რა. ჯაჯომ გამოთქვა. იმიტომ რომ ვიდეოც არის ერთ-ერთი ნაწილი, რომ შენი ვიდეოც უნდა გამოაგზავნო და აქ საინტერესოდ უნდა მოიქცეთ. იცი რა, აი მაგალითად მე მესმის რომ ეს თამაში და ძალიან კარგია რომ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველთვის ეკრანს მიღმაზის და უყურებს ტელევიზორს. ხო? დიახ. და მე და ჯაჯომ რომ მივიღოთ მონაწილეობა, გამოთქვა ინიციატივა, გადმოაგზავნოთ. მე როგორც თქვენი მეგობარი შეიძლება ერთი სიტყვა წაგაშველოთ, მაგრამ არ არის წაშველება. ერთი წლიდან არის ხო? მაგრამ ვერ გეტყვით რომ ჩემი წაშველება რა ერთი სული მაგ როდის დაიწყება. ასეც მნიშვნელობა ხო არა. არა, 18-დან ზევით. ხო. არა, თქო, ეხლა იმიტომ გითხარი რომ ზევით არ აქვს თორე. ქვემოთ აქვს. შეავსეთ გადმოაგზავნოთ, რა იცით, იქნებ გაგიმართო. როდის შემიძლია შევსება? უკვე. უკვე შეგვიძლია. ჩვენ Facebook გვერდზე ეთამაშე Shazam-ს შევალთ და შევასებთ აპლიკაციას. გადასარავი ამბავია მართლა ეს მაგალითად დაიწყება და ვინც აზარტულია მეტი თვალსაჩინოებისთვის მოგიმზადეთ, რაღაცა ნაწილი ითამაშოთ, დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგვექმნას ყველას, ჩვენ ძვირფას მაყურებელთან ერთად და დავიწყოთ. ესე იგი, უნდა ხელისაწევითან დაძახებით რო დაიწყება სიმღერა, ვინც მოასწრებს, შეიძლება სამივე სწორი პასუხი გქონდეთ, მაგრამ ვინც მოასწრებს, იმას ერიცხება ფული. ის იგებს ფულს. რამდენს მერიცხავ ჩემო სიცოცხლე თუ გამოვიცი? აბა, რა ვიცი, ბევრი. კარგი. მე გუნდი ვართ უკვე? არა. სამი გუნდი ვართ. სამი გუნდი. თითო თქვენ ვაყურებელთან მეგობართან გასაშენებთ. უნდა გამოვიცნოთ სიმღერის სათაური, სახელწოდება ზუსტი. ერთი ასოც არ უნდა იყოს ცნობილება. კარგი, ეხლა. აი ეგ არის ფული. ნუ რა ვქნა, ეხლა თუ კი სათაური ვიცი, დარწმუნებული ვარ, იქ ასო არ შემეშლება. კი, არის ზოგჯერ რომ მრავლობითი და მხოლოდ ვარდით და ვარდებიან, იები და ია. კარგი. კარგილები დავიწყოთ. ეს არის დროზე გათვლილი თამაში. მოვემზადეთ ხელი დავწოთ, ხელისაწევით აფიქსირებთ, მუსიკა გრძელდება და მე ვამბობ სწორ პასუხს. ვაიმე. 3, 2, 1, სიჩუმე, წავიდა. ვაიმე! ვიცი! ნატრისხე. კარგი. ნატრისხე. სწორი პასუხები. ნატრისხე. გენიალური სიმღერა. იქ იყო სავარაუდო პასუხები და მე ნუ მიყურებ იმას უყურებ ის რომ ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლე დღე კარგი. მას. ვაი. Shazam-ზე ლამაზი რო არა ანუ გამოვიცანით. გამოვიცანით. აქ იყო 4 სავარაუდო პასუხი და იქ არ შევხედეთ ჩვენ. ახლა უკვე უნდა ვაი მე როგორ მიდერგი. რა კარგია გაგიფთო, აბა. კაი. 3, 2, 1. წავიდა.
Da na 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 na. Sacrifice. მოვიგე, sacrifice. კარგი. არ არის sacrifice. სწორია, ელტონ ჯონის sacrifice. არც ისე დებილი მოვიდა. მე დაიწყა უკვე 200,000. არ მიგონდა ეს იგულდება. ნიკო, აქ ძალიან დიდი პრობლემაა, ნახე. ერთი რომ ზოგადად სიმღერები არ იცის და მეორე ვერც წაიკითხა. სუკრი კიდე გვინდა. სუკრი რაღაცები ნუსხა ხუცურადაც იქნება, მოიცადე. შემდეგი გვინდა. კაცო, ყველაფერი ხო არ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეწყვილე. გია, ისეთ ადამიანთან ერთად უნდა მოხვიდე, ვინც ეგ ის ერთი ან მეორე. აუ რა კარგია მოვემზადეთ. შემდეგი. სიჩუმე, ყურადღებით წავიდა. სავარაუდო პასუხები. პასუხი, მიდი მოვდივარ. 100,000 ზალობეს კარგი, ჩემ მევთქვი უფრო ადრე. 200,000 მაგ? კი. ვაუ. 200 მაგ. კარგი. ნიკოლს მოკლედ. კიდე გვინდა. მივიდე და რა კარგი იყო. შემდეგი. გადავირიე. შემდეგი სიმღერა ჩვენ მოვისმენთ, მაგრამ აქ არ არის სავარაუდო პასუხები. ეს უკვე საფინალო ეტაპისაა. ანუ აღარ უყუროთ ეს მანიპულაციაა. უყუროთ ხრიკოს. ხო, აქ სავარაუდო პასუხები არ არის, მიყურეთ მე და იფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ზუსტი სახელწოდება სიმღერის. არ დაგავიწყდეთ ზუსტი სახელწოდება. 3, 2, 1. წავიდა. Lisa's actually, I can find my baby. Don't know why. What she's gonna, baby. I don't. ზუსტი სახელწოდება სიმღერის და სახელით ვერსიები. მოიცა, ისე თქვა, გია. No, world, I can find my baby. I can შენი. I can find my baby. I can find my baby. კარგი, აბა სწორი პასუხი მოვემზადოთ. შაზამო, არის სწორი პასუხი? I can find my baby. All around the world. ეს არის ზუსტად ის, რომ all around the world არის სწორი პასუხი და ჩვენ გგონია ზოგჯერ რომ ისამერის ის ფრაზა არის. მე ვიცოდი, მაგრამ თქვენ დამაბნიეთ. და კიდევ ერთი ფინალურში გავარჯიშება. მოვემზადეთ. ყურადღები. წავიდა. ხელისაწევით, აბა? აქ უკვე დაასწროთ შაზამს პასუხი. აწმისელი, აბა? სალომე მაწიაფელი, ხო? სალომე. რა არის სიმღერა? რაგვიანადა, პირველი. რაგვიანადა? ვარადა. რაგულიანადა გიას პასუხი? ღერის სიმღერას. ღერის სიმღერას, ნანიკოს ვერსია? ძალიან დიდი ბოდიში შემსრულებელს, მაგრამ არ ვიცი ეს სიმღერა. კარგი. შემსრულებელი არის ფრანი. ფრანი, ფრანი. სწორი პასუხი არის რაგულიანადა. მაგრამ არა, გია თქვა რაგულიანადა. მე თქვი რაგულიანადა. ამიტომ სწორი პასუხი არის რაგულიანადა. ანუ მე მოვიგე. აი ზუსტად ეგ არის, რომ 100-ს რომ შეგვეშალა. ამის გულისთვის ვილაპარაკეთ ამ 100-ზე. ბევრი ფული. ეს იყო საფინალო. მოკლედ ჯარო. შენ წაიღე, კონდეს ეს ფული. მე ყველაფერი. შენ წაიღე, რა თქმა უნდა. მუთადაშია. ფულების მუთადა სტუდიაში. ბეტყვი ერთ რამეს. მე არა ვარ აზარტული ადამიანი. ესე იგი, ისეთ აზარტში ჩავარდი ეხლა, თან ისეთი დრაივი მქონდა. თან დასწრებაზე როა, სხვებს რო ეთამაშები. ადამიანებო, გამოაგზავნეთ ანკეტები. წყვილში აუცილებლად, არაერთხელ თქვა ეს რიკო. ძალიან ისიამოვნებთ. კი. რაც მაინტერესებს, გერთულად ეხა ეს თამაში? არა, მაგრამ არც მელომანი ხარ? აღმოჩნდა რომ მეც. ნანიკოა. მე. ამიტომ ეხა პოტალმოგიდგენია მართლა
მე ვიყავი ბავშვობაში, მე მანიაკი მელომანი ვიყავი. მე რეცოდა დავკარგე ალბათ, არ ვიცი რატო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ზედმიწევნი ზუსტად იციან ყველა სიტყვა, ყველა სახელი, ყველა კომპოზიტორის შექმნის დაწერის წელი და ასე შემდეგ, ვერსიები და ქავერები, ვინ რას მღერის და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანი არის საქართველოში და ქართველებში მრავლად, ჩვენ უნდა საბედნიეროდ და აი ყველას გეძლევათ შანსი, რომ მოხვიდეთ და ითამაშოთ ეს მაგარი თამაში. აქ რაღაც 2-3 წუთში ისეთი ძალიან ისეთი აზარტული აურა და ტრიალდა, რომ იქ ხო წარმოგიდგენიათ ახლა სადაც. ხო, შეგიძლიათ აუცილებლად, შეგიძლიათ კი არა, თქვენი გულშემატკივარი უნდა წამოიყვანოთ. ეს არის დარბაზიც იქნება აქ ამ პროექტში. დარბაზი უნდა იყოს სავსე, წამოიყვან გულშემატკივარს და ის კიდე ცალკე დახმარება, როგორც სტადიონზე მე-12 მოთამაშეა. აი აქ მესამე შეიძლება იყოს. კარნახი და რაღაც რა თქმა უნდა, არა და ის ისეთი სივრცე იქნება, რომ ვერც მიაწვენ ხმას იმ ხმამაღალ მუსიკაში, მაგრამ გულშემატკივრობა კიდე გუნდების კიდე ცალკე შოუა. მაგრამ ხრიკო, მე პირადად დიდი მადლობა ტელეკომპანია იმეც, იმიტომ რომ მე მგონი დრო დადგა მართლა რომ ის ადამიანები გამოვიდნენ ტელეეკრანზე, რომლებიც მუდმივად ეკრანს მიღმას ხედან და ჩვენ ჯაჯო არ გვინდა ჩვენ განცხადის დაწერა, ჯობია სახლიდან უყუროთ ჩაზამს. რამდენიმე გადაცემა ხო და მე გადაცემა. მე მჭირდება ეგ. აი შენ რო გჭირდება ზუსტად ის მეორე უნდა იპოვო. ჯერ ის უნდა იპოვო, ვინც გჭირდება ყველაზე მეტად ამ პროექტის მოგებისთვის. და მერე უკვე მოხვიდეთ ერთად. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ წყვილში აქ შეიძლება ერთმა იცის ძალიან კარგად უცხოური სიმღერები არა ქართულები, მეორემ ქართულები. აქაც შეიძლება ესე დაწყვილდე, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვის მოიყვან მეწყვილედ, ან ვინ მოვა, მოიყვან, ერთი კი არ მოდის და მეორე მოვა. წყვილი მოდის რა. ისე მე უფრო კარგად ვიცი ძველი მუსიკა. ანუ ძველი მუსიკა ბევრი ეხ თანამედროვე მუსიკა არ ვიცი, ანუ მე თუ მოვალ 52-ის. თუ მოვალ უნდა მოვიყვანო ჩემი შვილი ალბათ, რომელმაც თანამედროვე უფრო მივხვდი, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულება, რომელსაც ვირჩევთ, ან რენდომ ესე ვთქვათ, შემთხვევითობის პრინციპით შაზამი გვთავაზ. მოკლედ, სულ მალე ტელეკომპანია იმეჩი იწყება ახალი გადაცემა, ალბათ საილუსტრაციოდ ჩვენ ძალიან კარგად გავითამაშეთ. ნახეთ, ეთამაშე შაზამს. თუ ოდესმე მუსიკა მოგისმენია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლის სრული უმრავლესობა სულ უსმენს მუსიკას, შეგიძლიათ განაცხადი დაწეროთ ოღონდ წყვილში, კიდევ ერთხელ გეუბნებით და მას შემდეგ უკვე ჩვენი ხრიკო და კომპეტენტური ადამიანები გადაწყვეტენ, ვინ მოვა და ვინ ითამაშებს აი აქ ჩვენი მაყურებლისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და ველოდებით ბევრ აპლიკაციას.